მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა სამშობლოში, ოჯახში, გულში, სულში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს. ძალიან გთხოვთ, შეუძახეთ ახლობლებს, მეგობრებს, მეგობრის შვილებს, მეზობლებს, ნათესავებს, საკუთარ შვილებს, რომ გამრავლდნენ. არაფერია დაკარგული, არც ფიზიკური და მატერიალური შეიძლება ითქვას და მამულები, რომლებიც დროებით შესაბამისად ზოგი ჩამოგვაჭრეს და ზოგი ჩვენი რესპუბლიკის გარეთ დარჩა და მეტადრე ის ცოდნა, რომელიც მოდის ზღვასავით და რატომღაც მინავლებულია რა. დღეს მე და გეგა გიახელით ისევ გადაცემაში ჩემი ძვირფასი მეგობარი თანამებრძოლი დიდი მადლობა მას ესე თანადგომისათვის, მხარდაჭერისათვის, საოცარი ადამიანია, მინდა რომ გაიცნოთ იგი, გინდა კახეთში შეხვდეთ მას, გინდა თბილისში შეხვდეთ, გინდა აუდიტორიაში, გინდა ეკლესიაში, ყველგან მოგეწონებათ. ჩვენ ახლა ვსაუბრობდით აი ამ მიზეზებზე და ყველაფერს ჩვენ ამას ვაბრალებთ საბჭოთა ისტორიოგრაფიას და ყველაფერს ჩვენ ამას ვაბრალებთ აი ამ მინავლებას, აი ამ დაფარვას, მიფუჩეჩებას, ვაბრალებთ ევოლუციონიზმს და მიუღებელ თეორიას. თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი, ჩვენ ახლა აივტრიალებთ აი ამ გადაცემათა ბოლო 3-4 თემა იყო შესაბამისად განცდაქვაბი, აპოკრიფული ტექსტები, რომელიც იმ თავითვე არ არის შესაბამისად გამოცხადებული როგორც მცდარი, როგორც ტყუილი, როგორც ზღაპარი, მას შესაბამისად დიდი ქართველი წმინდანები, განმანათლებლები, ქართული აზროვნებისა და მოწესეობრივი ცხოვრების გვირგვინები შეიძლება ითქვას წერდნენ და თარგმნიდნენ და ქმნიდნენ და ანთავსებდნენ ქართულ მატიანეში და როგორ შეიძლება მათი არ გათვლა და მათი არ მიღება ჩემამდე ვერ დადის. ასე მაგალითად აი მე ახლა მორიდებითაც ვიტყვი რომ როგორ შეიძლება ითქვას მოყვარული ადამიანი საუბრობდე ქართულ მწერლობაზე და ქართულ ლიტერატურაზე მეტადრე ადრეული ეპოქისა, პირველი 1000 წლეულისა, მაგრამ მაინც შენდობას ვითხოვთ თუ რამე შეცდომას ვიტყვი, სანამ იმ თემაზე გადავალთ, ახლა არსებით თემაზე მე და გეგა ხვედელიძე შესავალივით გავაკეთებ. ახლა ზოგი მაგალითისათვის კარგად გამიგეთ, ისეთი მსმენელიც არის, რომელიც პირველად იგებს ჩვენგან და ღმერთს მადლობა და ამ ტელევიზიას დიდი მადლობა, რომ ამისი ბედნიერება მაქვს, რომ ვესაუბრო და რამდენადმე თუნდაც 5 ადამიანი განვანათლოთ მე და გეგამ, დიდი სიხარული იქნება და დიდი გამარჯვება იქნება. აი მნათობი ქართული არა მარტო მოწესეობრივი ცხოვრებისა, არამედ მწერლობისა არის შესაბამისად დიდი პოეტი, აი გაგიკვირდებათ გრიგოლ ხანძთელი, ახლა გეცოდინებათ გრიგოლ ხანძთელმა 5 მონასტერი დააარსა ტაო-კლარჯეთში, მანამდე აი ოპიზა არსებობდა მაგალითად, მაგრამ ამ ადამიანმა დააარსა 5 მონასტერი და მათ შორის ერთ-ერთი, აი მე მაინც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ეს არის შატბერდი, რომელიც თავისი მხრივ აშოტ კურაპალატმა განავრცო და დაამშვენა და მოგეხსენებათ ახლა შატბერდის კრებული და იქაური ნუსხა მოქცევა ისა და ასე შემდეგ. წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაშივე აი მაგალითად წყაროსთავის მონასტერი შეიქმნა, დაფუძნდა, საოცარი სამწერლობო კერა მაგალითისათვის იშხანი, აი თავიდან რომ ნერსე იშხნელმა დააფუძნა, რომელსაც ბოროტიენები არმენად იხსენიებენ, ნეტარი კაცი, წმინდა კაცი, წესიერი კაცი, დიდი ქართველი კაცი, დიდი მოქართულე კაცი. მერე ის ეკლესია განავრცო და ასევე გაამშვენა, ანუ იშხანი საბა იშხნელმა. საბა იშხნელი იყო გრიგოლ ხანძთელის თან სულიერი ძმა და ამასთანავე ძალიან ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდათ მათ. აი მგონი ბიძაშვილი მამიდაშვილები იყვნენ თუ ბიძა ძმისშვილი. აი ესეთი ნათესაური, ძალიან ახლო ნათესაური დონე ჰქონდათ ბიძაშვილები, მამიდაშვილები დაახლოებით. შესაბამისად აქ საბა
იშხნელის მონასტერში საოცარი სამწერლობო კერა და წარმოვიდგინეთ რა ეპოქაა, ხო ხდებით უკვე რა ეპოქაა და უკვე შეიძლება ითქვას რომ ვეღარ ეტევიან აი ამ გარემოში და მთელ აღმოსავლეთ აზიაში, მცირე აზიაში, აღმოსავლეთ მცირე აზიაში შესაბამისად ივსება და ივსება ქართული განმანათლებლობა, ქართული სამწერლობო კერები და აღსანიშნავია მაგალითისათვის აი ანტიოქიასთან შავი მთა იყო ეგრეთ წოდებული და ამ შავ მთაზე მოღვაწეობდა ეფრემ მცირე ეფრემა, როგორც თვითონ აწერს ხელსაოცარი ადამიანი. ბულგარეთში მაგალითისათვის იოანე პეტრიცი მოღვაწეობდა, არსენი ყალთოელი უდიდესი ადამიანი იმ ეპოქის ამებმა ყველამ დაამთავრა კონსტანტინოპოლში იყო მანგანას აკადემია. ხდებით ხო როგორი ეპოქაა და როგორი საოცარი დროა და მერე უკვე შესაბამისად იქმნებდა მე ახლა ჩამოგითვალეთ ის კერები აუცილებლად აღსანიშნავია პეტრიწონის მონასტერთან და შავმთასთან ერთად ჯვრის მონასტერი საოცარი სამწერლობო კერა იყო იერუსალიმში და მერე უკვე შესაბამისად იქმნება ათონის მთაზე ივერთა მონასტერი. ძალიან დიდი ოჯახის შვილი იყო, დიდგვაროვანის და დიდებულის ოჯახის შვილი იყო, იოანე მთაწმინდელი, იგი ჯერ 4-თაში მიდის, 4-თა, გინახავთ 4-თა, იმისთვის რომ ბედნიერები გახდეთ, აი თავიდან დაიბადოთ, დიდ ქართველად 4-თა იხილეთ და ოშკი იხილეთ. შესაბამისად იშხანი იხილეთ, იშხანის კამარა იხილეთ. შესაბამისად აი ჯერ 4-თაში გაემგზავრა იქ აღეკვეცა ბერად იოანე მთაწმინდელი. მერე შესაბამისად იქიდან უკვე მიემგზავრება იგი ათონის მთაზე მიემგზავრება ათანასე დიდის ლავრაში. ათანასე დიდის ლავრაში არის და ამ დროს იქ ჩადის თორნიკე ერისთავი. ძალიან დიდი მადლობა ჩემი სკოლის მასწავლებელს, რომ ძალიან შემაყვარა თორნიკე ერისთავი ეს საოცარი პოემა და ეგ ამბავი, ეგ მოვლენა, ეგ საოცრება. თორნიკე ერისთავი რო ცხოვრობს იქ, ამასთანავე მიდიან იქ ქართველები, ათეულები კი არა ალბათ. შორის ნიშანდობლივი ის ფაქტიც არის, რომ ათანასე დიდის დედა იყო ლაზიის წარმომავლობით. ცნობილი აღიარებული ფაქტია ეს, რომ ეთნიკურად დედით ლაზი იყო ათანასე დიდი, რომელიც დამფუძნებელია პირველი მთავარი ათანასე დიდის ლავრის ათონის წმინდა მთაზე რა. შენ გენაცვალე, გაგახაროს ღმერთმა ძალიან. და ქონდა ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, ცნობილი არის რა. გენაცვალე, საოცარი ცნობაა, ძალიან დიდი მადლობა გეგა ამ სიტყვისათვის, ამ ჭარბისათვის და წარმოვიდგინეთ მერე იმდენად იმრავლა იქ ქართველებმა, რომ უკვე გადაწყვიტეს, რომ იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია აეშენებინათ ქართველებს და აი უკვე გაიმარჯვა რა დაადუღარა ბარდასკლიაროსი თორნიკე ერისთავმა, თორნიკე იოანემ უკვე შესაბამისად გრანდიოზული შემოწირულობა დადო ამ მონა და შეიქმნა ივერთა მონასტერი, რომელიც იმ ეპოქაში და იმ დროში გამორჩეული იყო, ყველაზე დიდებული იყო, ხო წარმოგიდგენიათ. და რატო უყვები ამას ყველაფერს, რომ თვითონ ეს ადამიანები, აი ხლა თვითონ ეს გრანდიოზული ადამიანები იოანეს მთაწმინდელის დაფუძნებულ მონასტერში წარმოგიდგენიათ, სადაც შემდგომ ექვთიმე ათონელი მოღვაწეობს, სადაც გიორგი მთაწმინდელი მოღვაწეობს, თვითონ იქ ხდება და თვითონ მათგან ხდება, ჩემო გეგა, თარგმნა ქართულ ენაზე შესაბამისად ამ აპოკრიფული ძეგლებისა, წიგნების, ანუ ისინი ამას ჩვენ გვთავაზობენ, ამას ჩვენ გვაძლევენ წასაკითხად და განსახილველად, თორე ეს რო ყოფილიყო ან აკრძალული, ან მიუღებელი ლიტერატურა მეტადრე მეცნიერებისათვის. ამას ისინი არ გააკეთებდნენ, ხომ მეთანხმები, ჩემო გეგა. და ისინი თარგმნიდნენ როგორც წმინდა წერილს, როგორც ფსალმუნებს და რედაქტირებას უკეთებდნენ, ისევე აი ამას, სადაც საოცარი წყაროები აღმოვაჩინეთ. ეხლა დიდი ბოდიში ზოგი პირველად ვინც ჩაერთვება ამ გადაცემაში, იფიქრებს, რომ საიდან სადაო, რას მოყვა ჩვენი საუბარი და ჩვენ აი ამ აპოკრიფულ ძეგლებში ამ იმდენი საერთო ვიპოვეთ ჩვენს
ისტორიასთან, ბიბლიურ გეოგრაფიასთან, ჩემი და გეგას დაწერილ წიგნთან, ამ ქვეყნიურ 64-სთან, რომ აი მოხარულები ვართ, ბედნიერები ვართ, თავიდან რომ მარტო ერთი წიგნით ვსარგებლობდით, ანუ წმინდა წერილით, ეხლა ისე შეავსო ეს ჩვენი შრომები, ისე შეავსო შეიძლება ითქვას აი ამ აპოკრიფულმა ძეგლებმა, რომ აი ძალიან დიდი სიხარული გვაქვს და ნახეთ, თვითონ აი გრიგოლ ხანძთელზე არის ესეთი ცნობა გიორგი მერჩულეში, რომ თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდაო ახალი აღთქმა. და მრავალწილად აი ძალიან მაღალ დონეზეა, შეიძლება ითქვას მრავალწილად, ანუ თავიდან ბოლომდე არა, მაგრამ მრავალწილად იცოდაო ძველი აღთქმა. და ამასთანავე აი შესაბამისად დაუბეჭდავი, რაც ნიშნავს არაკანონიკურს. არაკანონიკური ძეგლებით ძალიან მრავლად იცოდა გრიგოლ ხანძთელმა შესაბამისად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვითონ ეს ადამიანები 6 თარგმანი აქვს, წარმოიდგინეთ აპოკრიფული ძეგლებისა 16 ათონელს და 2 თარგმანი აქვს აპოკრიფული ძეგლებისა გიორგი ათონელს, გიორგი მთაწმინდელს. ხვდებით ხო როგორი საოცარი შესაბამისად ღვაწლია ამ ადამიანთაგან და ეხლა მე ვერ ჩამოვთვლი კი არა, ალბათ 3-4-ს გავიხსენებ ჩემ დასამარცხინოთ, 5 გავიხსენო მაქსიმალურად, რომ ბიბლიოგრაფია ჩამოგითვალოთ 6 ათონელისა. ალბათ ერთი 80-მდე წიგნის მთარგმნელია და ავტორია, წარმოგიდგენიათ. და ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანი, რომ თარგმნის, უკვე ეს თარგმნად კი არ ითვლება, არამედ მის მიერ იმდენად არის რედაქტირებული, იმდენად არის გადაკეთებული, დამატებული, გამოკლებული, რომ თვითონ არის ავტორი ძალიან ბევრი ძეგლისა, ძალიან ბევრი აპოკრიფული ძეგლისა. და ეხლა მე სანამ აი გეგას გადავალცემ სიტყვას და გეგა განავრცობ, ჩაგახედებთ შესაბამისად აი ამ მიმართულებებში, მე მინდა რომ აი ციტატა მოგიტანეთ კიდე ერთხელ აპოკრიფა რას ნიშნავს და როგორ უნდა მიუდგეს ამას ქართველი ადამიანი. მე ყველას მოგიწოდებთ, ეხლა ჩამოვთვლით მე და გეგა რამდენიმე აპოკრიფს, რომ წაიკითხოთ ესა, რამე თუ ის აპოკრიფი შესაბამისად, რომელიც დაწუნებული არ არის და შეტანილია ქართლის ცხოვრებაში თუ სხვადასხვა დიდი წმინდანის მიერ არის ნათარგმნი და მოცემული შესაბამისად, რომ ჩვენ გვეხება ტერიტორიულად, ისტორიულად, ჩვენ ხალხს ეხება, ჩვენ მამულს ეხება. შესაბამისად ეგ ამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აქ ცხოვრობთ დასაბამიდან და აქაური ხალხი ვართ, შესაბამისად ჩვენ გვეხება, აბა ვის ეხება, მაგრამ 50 საუკუნის წინანდელზეა საუბარი, 55, 60 საუკუნის წინანდელი და ასე შემდეგ. ნახეთ აპოკრიფას დახასიათება. თვითონ შესაბამისად საუბრობს 6 ათონელი. ამას წიგნსა ეწოდება აპოკრიფა, რომელ არს სამოძღვროთა კითხვაი და არა ყოვლისა ერისა საამჯნო, ყოფაი უცებთა და უეცართა, არამედ მეცნიერთა, ვითარცა რჯულის კანონი. ხვდებით ეთყობა შესაბამისად, რომ ეს მეცნიერულად უნდა მიუდგია, როგორც რჯულის კანონს კითხულობს, მეცნიერი და არა ყველა გამლელი და გამოვლელი. აი ესია ჩასაჯდომი და მე და გეგასაც უკვე გვაქვს ჩვენი მაგალითისათვის მეთოდოლოგია, როგორ მიუდგე ამას რა. ჩვენ ვსწავლობთ რა, მე და გეგა და ვიკვლევთ რა ბიბლიურ არქეოლოგიას, ბიბლიურ ისტორიას, უძველეს ისტორიას, ბიბლიურ გეოგრაფიას და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენთვის წამალი, ეს არის ჩვენთვის პური, ეს არის ჩვენთვის წყალი და სიხარული, წარმოიდგინეთ რა. ნახეთ ეხლა რაც შეეხება ერთ-ერთ მაგალითისათვის ძეგლზე, ლიტერატურულ ძეგლზე, ეს არის აპოკრიფი ღვთისმშობლის შესახებ, რომელიც თავად თარგმნა 6 ათონელმა რას წერს. წმინდათა მახარებელთა და მოციქულთაგან მერმე, წმინდათა და ღვთით ღმერთშემოსილთა მამათაგან და რამდენიდმე დაფარულთა წერილთგან ვთქვათ, რომ იგიცა ჭეშმარიტ და უცდომელ არს. აი ამ ადამიანების მიერ დაწერილ წიგნებთან ერთადო, შესაბამისად,
ეს აპოკრიფიცო, რომელსაც გთავაზობთო, არისო ჭეშმარიტ და უცდომელიო. როდესაც საუბრობს ღვთისმშობელზე და დიდი ბოდიში ახლა ერთი სული მაქვს, რომ გეგა ჩაერთოს საუბარში მეც და თქვენს, ეჭვი არ მეპარება, ერთძღა დავამატებ რა. უმნიშვნელოვანეს რაღაცას გეგა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ძალიან დიდმა ადამიანმა ამას რომ უყვებოდი ახლა 1-4-5 დღის წინ და ჩემ გულის ნადებს ვამცნობდი. რა მითხრა, იცი? გიორგი ჭყონდიდელი ეხმიანება 16 ათონელს. რა დონეა, რა გონებებია, რა ადამიანებია და ეკითხება ჭკუას, რა წავიკითხოთ, რა არ წავიკითხოთ, რა დავიწუნოთ, რა არ დავიწუნოთ. ხვდები ხო გეგა, როგორი მომენტია. და წარმოიდგინეთ რა დონეები და როგორ და ესეთ წერილს აგზავნის. მოჭხრიკა ამ ადამიანმა მომიტევეთ რომ ეხლა მის სახელს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ნებართვა არ მაქვს. შესაბამისად მოჭხრიკა და იპოვა შემდეგი რამე. გიორგი ჭყონდიდელი ეკითხება წმინდა ეგვთიმეს. გევედრები შენ ღმერთშემოსილო მამაო. მავუწყე რომელი წიგნინი არიან, რომელთა იგი წმინდაი ეკლესია შეიწყნარებს და რომელსა არა შეიწყნარებს. ანუ ეკითხება რომელი რომელს შეიწყნარებს ეკლესია, რომელს არ შეიწყნარებს, რომელი წავიკითხო, რომელი არ წავიკითხო, ხო გამიგე? გამომდინარე აი ამისი შემოქმედებიდან და ეგვთიმე პასუხობს. ეგვთიმე ასახელებს 11 თხზულებას. სადაც არ არის განცდა ქვაბი, გილოცავ ძმაო რა, ანუ განცდა ქვაბი წაიკითხეთო, ეს ყველა ვარიანტი ეწოდინება. ესენი არ წაიკითხოთო. ორიგენესო და პამფილეს თხზულებანი ეს ორი. ანტიოქიის მოქცევაი, პავლეს მიერ ცათა მოხილვაი. ეს მეოთხე. მეხუთე თომას სახარება, არ წაიკითხოთო. აპოკროფა უცხოთა საქმეთა მეტყველარს. აპოკროფა უცხოთა საქმეთა მეტყველ არს. ადამის ცხოვრება. სიყრმე უფლისაი. გეცოდინება 1000 სისულელე და ზღაპაირო წერია რომ იქ იყო და კიდე არსებობს ერთი დაბნეულ ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც ამბობს რომ გორში, ხოფში, სამტრედიაში და საგარეჯოში და იორის ნაპირებზე და ალაზნის ნაპირებზე ცხოვრობდა და იზრდებოდა ყრმა იესო. კი, საქართველოში გაგეცინება რა, კი არ გაგეცინება, გული დაგწდება. ვერსია. ვერსია. მათე მახარებლისა და ანდრიას ცხოვრებანი, წამება გიორგისა დადიანესად წოდებული, წამება წმინდისა კვირიკესი. აი ესენი შესაბამისად შეუწყნარებლები არიან ეკლესიის მიერო და მის მიერ ნათარგმნი და მოცემული არის რამდენი უკვე გითხარით 6 წიგნი შესაბამისად და მათ შორის არის ეს გიმნოსოფისტების შესახებ, ანუ შიშველ მართალთა შესახებ. ამას პირდაპირ შეიძლება ითქვას გამომდინარე იქიდან რომ თარგმნის რედაქტირებას უკეთებს და გვაწვდის, ესე იგი განიხილეთო. და ღმერთს დიდი მადლობა რომ უამრავი ესეთი ხელჩასაჭიდი აღმოვაჩინეთ ჩვენი სამყაროს, ჩვენი ქართული სამყაროს სიძველეების შესახებ. შემოგევლოს ჩემი თავი, ჩემო გეგა. გაგახაროს ღმერთმა. ბურთი და მოედანი. დავიწყოთ უკვე თემის განხილვა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ ხა ჩვენ მოგიხსენებათ ვინც ჩვენს კვლევებს, ჩვენს გადაცემებს, ჩვენს მოღვაწეობას ასე ვთქვათ, თვალს ადევნებთ. ჩვენ ვართ ავტორები წიგნისა ამ ქვეყნეული 64 არა, რომელიც ის იკვლევს ბიბლიურ ისტორიას, ბიბლიურ გეოგრაფიას და წმინდა წერილში მოცემული ედემის ბაღი, რომელიც მდებარეობდა ჩვენი კვლევითა და დასკვნით ზემოშუა მდინარეთში, ისტორიულ სასპერეთში, მესხეთის მიდამოებში, ხო, სადაც არის ტიგროსის, ეუფრატის, ჭოროხისა და არაქსის სათავეები და ამაზე ჩვენ კვლევა გვაქვს ჩატარებული, აი სწორედ იქ. ახლა ამ წიგნს თავისი ლოგიკური გაგრძელება აქვს იქიდან გამომდინარე ჩვენი ახალი კვლევა და ახალი ფურცელი ჩვენს კვლევასა და მოღვაწეობაში, ჩვენს მოღვაწეობაში არის, ესე იგი ძიება იმისა თუ საიდან იღებს ფესვებს ქართული სამყარო არა ჩვენ ვადასტურებთ და ვასაბუთებთ აი ამ კვლევის საფუძველზე რომ ამ ქვეყნიური 64 ანუ ედემის ბაღი ისტორიულად ქართულ მიწებზე მდებარეობდა
ლოგიკურია და წმინდა მამათა სწავლებები ამბობენ და ბოლო ყველა ჩვენი გადაცემა ამას მიმოიხილავდა, შეგიძლიათ თქვენ ეს ჩანაწერებს გაიცნოთ, ჩვენ გვაქვს ახსნილი, რომ მიდამოებში დასახლდა განეფინა ადამიანის მოდგმა, არ მიუტოვებია ის ტერიტორია, სადაც იყო ედემის ბაღი და მე ვიდრე წარღვნამდე ეს ედემის ბაღი თვალით სახილველის იყო და ადამიანი მას ხედავდა, შიგნით ვერ შედიოდა, მაგრამ დარჩენილი იყო ამ ბაღთან და ამ ბაღს ჭრეტდა, უყურებდა და ესე იგი განიცდიდა აი ამ განცდას, რომ იქიდან იყო გამოძევებული და მას ჰქონდა დაკარგული ეს სამოთხისებური ღმერთთან მყოფობის აი ეს მდგომარეობა რა. აი აქ არის მერე ორად იყოფა იმჟამინდელი კაცობრიობა, ორად განიყოფება. არიან ღვთისშვილთა მოდგმა, ბიბლიურად ჩვენ ვიცით, ეს არის სეითის, ადამსა და ევას, კაინისა და აბელის გარდა ყავდა შვილი, შემდგომ ეყოლა აბელის, მას შემდეგ რაც კაინმა აბელი მოკლა, ეყოლა სეითი და სეითიდან გამრავლებულ კაცობრიობას ეწოდება ღვთისშვილები, ანუ ღვთისსულებია რა. და კაინი მერე რაჟამს დაიწყევლა, ის გადაიხვეწა ნოდის ქვეყანაში, რომელსაც ასევე ჩვენი კვლევებით მდებარეობდა ვანის ტბის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, სადაც დასახლდა კაინი, სადაც გამრავლდა კაინის მოდგმა და კაცთა შვილები, ანუ და სადაც დაიწყეს მათ ამქვეყნიური ესე იგი აღორძინება, ცივილიზაციური აღორძინება. კაინიტებისთვის დამახასიათებელი იყო მიწიერი ცივილიზაციური პროგრესი. არა, ქალაქებს აშენებდნენ, კულტურას, მიწიერ კულტურას ქმნიდნენ, ანუ გრანდიოზულს. ეს ერთგვარი წინა სახე იყო იმჟამინდელი კაინიტები, კაცთა შვილები, აი თანამედროვე ეს მიწიერი აი ამ სოფლიო ძალებისა, რომელსაც ამ ქვეყნიური მიწიერი კეთილდღეობისთვის უნდათ სულიერის დათმობა. ანუ კაცთა შვილთა ცნობიერება თანამედროვე ასპექტში აი იმაში განიხილება, რომ ღვთისშვილები თუ ზეცათა სასუფეველს ჭორებდნენ, კაცთა შვილებს აი ამ ქვეყნიური სამოთხის მიწიერი კომფორტის განცდით უნდათ შემოიფარგლონ თავიანთი მაქსიმალური მიიღონ ამ ქვეყნიური კომფორტისაგან, მაქსიმალური მიიღონ მიწიერისგან, მატერიალურისგან, მატერიაზე არიან ორიენტირებული და არა სულიერზე, ტრანსცენდენტალურზე, ხოლო ღვთისშვილები, ლოცველები არიან სულიერზე არიან ორიენტირებული და ღვთისმჭრეტელნი არიან და ღვთისკენ ისწრაფიან რა. და აი ეს განსხვავება იყო ღვთისშვილთა და კაცთა შვილებს შორის. კაცთა შვილებსა და ღვთისშვილებს ეკრძალებოდათ ერთმანეთში აღრევა და თანამედროვე თანამედროვე კვლევებს ჩვენ ესე იგი გადავხედავთ თანამედროვე არქეოლოგიაშიც კი აღმოჩენილი არის ინტერნეტში შეგხვდებათ ხო ეს დიდი გოლიათების ჩონჩხებს პოულობენ ხოლმე და რაღაცა და ეს ბიბლიაში პირდაპირ წერია, როდესაც დაიწყო მათი აღრევა და მათი შერევა ამ ორი მოდგმისა დაიბადნენ ეს ბუმბერაზები, ანუ გოლიათები აღირია, ბოროტება გამრავლდა დამწაზე და მოვიდა წარღვნა, ხო? აი მანამდე სანამ ეს აღრევა და ეს შეერევა მოხდებოდა ამ ორი მოდგმისა, ღვთისშვილთა და კაცთა მოდგმისა. აი სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ედემის ბაღი მდებარეობდა, მე და ნუგზა რვანიშვილმა ჩვენ წინა გადაცემებში ვილაპარაკეთ ამ წიგნში, რომელსაც ქვია განცდა ქვაბი, აღმოვაჩინეთ ესე იგი ზუსტი მითითება იმისა, რომ ედემის ბაღის მიმდებარედ განცდა ქვაბში, ანუ გამოქვაბულში, რომელიც გეოგრაფიულადაც ვიპოვეთ და მისი კვალიც კი დღემდე იხილვება, თუ თქვენი ჩაბრძანდებით შეგიძლიათ ნახოთ კიდევაც, ეს არის ვაშლოვანი, დაბა ვაშლოვანის მიმდებარედ, დაბლა ვაშლოვანში, ეს არის ისტორიული სასპერეთი, რომელიც არის ჩვენი წინაპარი მეფეების, ჩვენი ბაგრატიონთა ისტორიული მამული, ისტორიული მესხეთი, ეს არის სწორედ პირველი ქალდეა და ამაზეც ქონდა ჩვენ საუბარი, აი სწორედ იქ მოხდა ღვთისშვილთა გამრავლება. ღვთისშვილნი არიან სულნი, არა? ანუ ჩვენ ამბობთ ღვთისსულნი, სულიერზე, სულზე ორიენტირებული, ტრანსცენდენტალურზე ორიენტირებული. თუ კაცთა შვილები მატერიაზე და მიწაზე არიან ორიენტირებული და ამ აშენებენ დიდ ქალაქებს, გრანდიოზულ ნაგებობებს, ტექნოლოგიურ პროგრესს განიცდიან კაცთა შვილები, ანუ კაინიტები, ღვთისშვილები, ანუ სულზე არიან და ღმერთთან მჭრეტელობაზე. აი წერია, რომ ენოსი ყავდა შვილი სეითს და მისგან დაიწყო უფლის სახელის მოხმობაო. ხო და საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი კვლევითა და ჩვენი ანალიზით მრავალი წლის განმავლობაში უამრავი დაწერილა ქართველისა და ქართველობის ეტიმოლოგიის მნიშვნელობაზე. ანუ ამ ქართას
და ქართულს და კარდულს მრავალი განმარტებელი ყავდა და ყავს. მათ შორის გამყალბებელიც, აი ჩვენ ქართიზაციის თეორიაც ვახსენეთ წინა გადაცემებში, სადაც ლაპარაკი აქვს, რომ არსებობენ მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არსებობდა ვიწრო ქართა ტომი, რომელმაც მოახდინა ესე იგი დანარჩენი საქართველოში მცხოვრები ტომების ასიმილაცია, მათი დაპყრობა, მათზე კულტურული ძალადობა, ერთგვარი მცირე იმპერიის ფორმა მიიღო მაშინ ქართასტორმა, ქართლმა და საქართველოს აი ასეთი კონგლომერატის შედეგად ჩამოყალიბდა. ჩვენ ამ მიდგომას კატეგორიულად ვემჯნებით და ვგმობთ. ჩვენ რო აცხადებთ და ვამბობთ, რომ ქართა იგივე სულთა, იმიტომ რომ აი ზუსტად ამავე წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ნოე, რომელიც გადმოდის კიდობნიდან, არსებს ქალაქს სულთა მათ 8-თა და პირდაპირ წერია ეს. და ეს სულთა ჩვენ გავაიგივეთ ძველი განმარტებიდან გამომდინარე, რომელსაც მათ შორის სულხან საბა ორბელიანი და ყველა ძველი წყარო ესე იგი ასაბუთებს და ადასტურებს, რომ სულთა ქართას სინონიმი, ანუ ქარი და სული იგივეობრივი ტერმინია ქართულ აზროვნებაში და სხვადასხვა ბიბლიურ აზროვნებაშიც. მე მოვიყვანე წინა გადაცემებში ეს მაგალითი, რომ როდესაც წერია, რომ სული ღვთისა იზროდა წყალთა ზემოთ, მას დროს, როდესაც ესე იგი ღმერთი ქმნიდა სამყაროს, როდესაც ცადა მიწა შექმნა, სული ღვთისა იზროდა წყლებს ზემოთ. ანუ ქართან იყო გაიგივებული ეს სულის მოძრაობა, ანუ სულისა და ქარის, ჰაერის მიმობერვა, იგივე როდესაც სამჯერ სულს უბერავს ემბაზს, კურთხევის დროს, წყლის კურთხევის დროს, ნათლობის წინ მღვდელი. ანუ ეს სულისა და ქარის გაიგივება და სულის მობერვის გაიგივება ქართან, ქართულ აზროვნებაში აბსოლუტურად იგივეობრივია და ქართან ასოცირებული სული ეს არის ეკვივალენტური ტერმინები, ასე ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ ვასაბუთებთ, რომ სულთა მათ 8-აზე აუცილებლად მაშინ ქართა ერქმეოდა და ეს იყო არა იმ დროს გამოგონილი ტერმინი. ჩვენ ვფიქრობთ და მხითარ აირევანეცი მოვიყვანეთ ჩვენ ასევე მაგალითად, რომელიც ამბობს და ასაბუთებს, რომ სეიდს ასევე შვილი ყავდა ალავროსი, რომელმაც დააფუძნა პირველი ქალდია და მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე კარგად განმარტავს, რომ იმ ტერიტორიას, რომელსაც ამაზე ნაშრომი აქვს მეუფე ანანიას შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც მდებარეობდა სწორედ ეს განცდა ქვაბი და ედემის ბაღი, ეს არის კლარჯეთის ისტორიული ტერიტორია, ისტორიული მესხეთი. აი ეს ტერიტორია არის ისტორიული პირველი ქალდია და ქალდია არის ქართეაო, მეუფე ანანია ამბობს რა. ქალდია და ქართეა ქართულ სინონიმებია. ქალდეა, ქართია, კარდუ, ქართულ. ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემაც აი 2012 წლის საშობაო ეპისტოლეში ეს კარგად განმარტა, რომ ქალდი, ქართი, ქართლი და ქართველი ეს იგივეობრივი ტერმინებიაო. ანუ ამ ტერმინთა პატარა სიტყვების განსხვავებებმა ჩვენ არ უნდა დაგვაბნიოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეს ტერმინები, რაც ჩვენ სამყაროს აღსაწერად გამოიყენებოდა, ყველაფერი არის აბსოლუტურად სინონიმები და ჩვენ საუბარი გვაქვს ქართა ტომზე, ანუ ქართებზე, იგივე სულთა, იგივე ქართა, იგივე კარდუ, იგივე ქართუ, იგივე ქალდია, ეს აბსოლუტურად იგივეობრივია და საუბარი არის იმ ღვთის შვილებზე, რომლებიც დარჩნენ ედემიდან გამოძევების შემდეგ იმავე ტერიტორიაზე, ანუ ისტორიულ მესხეთში, ისტორიულ სასპერეთში, ანუ პირველ ქალდიაში, ანუ სამხრეთ საქართველოშია რა. ეს იყო პირველი ქალდია და ეს იყო პირველი ქართეა, ანუ ეს იყო ქართა ქვეყანა. ქართა ქვეყანა, რომლის მემკვიდრეც მას შემდეგ რაც აღირია კაცთა შვილებთან ეს მოდგმა, ანუ კარდუს ხალხი, ანუ ქართოს ხალხი, იგივე ეს ღვთისშვილები, როდესაც აღირიან კაენიტებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ, როგორც მოხსენე, ნოდის ქვეყანაში, ვანის ტბის მიდამოებთან, ჩრდილოეთ ნაწილში ვანის ტბისა. აი მაშინ ყველა დეგრადირდა, შეიძლება ასე ითქვას, იმჟამინდელი მთელი ეს ადამიანთა მოდგმა დეგრადირდა, გარდა ერთი ოჯახის, ეს იყო ნოეს ოჯახობა. ანუ ნოემ დაიმარხა, შეინახა ის ედემური ლოგოსი. ანუ ის ქართა ცნობიერება, ის პირველი სულთა ცნობიერება, ანუ ღვთის შვილთა ცნობიერება დაიმარხა და შეინახა ნოეს ოჯახმა. აი ნოე, რომელიც კარდუს მთიდან, იგივე არარატიდან, რომელიც ნაწარმოებია ურარტუდან და ურარტუ რომ ქართული სამყარო ამაზე წმინდა ილია მართალის ბრძანებდა. თუმცა გარდა იმისა, რომ ეს ურარტუ უფრო შემდგომი ტერიტორიაა, პირველი სახელწოდება და პირველი არსი ამ ტერიტორიისა იოსებ ფლავიუსთან ხვდებით ჩვენ, რომ ნოე მიდის ქვეყანაში, რომელსაც ქვია გორდი.
გორდი იგივე კარდუ, იგივე ქართუ და იგივე ქალდია და ქართლი გახლავთ არსობრივად და ანუ ეს ღვთისმშობელთა ქართა ქვეყანა. ესე იგი, ჩვენ ხედავთ იმას, რომ ნოე, რომელიც დამარხველი და შემნახველი ამ ქართა ცნობიერებისა და ლოგოსისა, კარდუს მთიდან იგივე ქართულს მთიდან კვლავ აგრძელებს ცხოვრებას, კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას და აფუძნებს ქალაქს, რომელიც აი ამ განცდა ქვაბში იკითხება, სულთა მათ რვათა. ჩვენი გაგებით ქართა მათ რვათა, ანუ 8-ნი იყვნენ იმჟამად, შემდეგ რა თქმა უნდა გამრავლდა. ანუ ქართას აფუძნებს პირველ ქართას და პირველ კარდუს და ქართუს და ქალდეას, არა აგრძელებს, ანუ იმ ქალდეის მემკვიდრეობას, რომელიც მდებარეობდა სასპერეთში, მესხეთში, ბაგრატიონთა მამულში, ზემო შუამდინარეთში, სადაც იყო ედემის ბაღი და განცდა ქვაბი. აი იმ კარდუს, ანუ იმ ქართუს, ანუ იმ ქალდეის მემკვიდრე წარღვნის შემდეგ პირველი ქალდეაა და ისტორიულად მეორე ქალდეა შეიძლება. ანუ პირველი წარღვნამდელი ქალდეის გაგრძელება ახალი ეპოქიდან, ანუ წარღვნის შემდგომი ეპოქიდან უკვე კარდუდან იწყებს აღორძინებას. მეორე ქალდეა, ანუ ნოეს დაფუძნებული და ნოეს აღორძინებული და აი ეს ქვეყანა, ეს ხალხი და ეს მოდგმა ბიბლიურად როგორც წერია, რომ იყო ერთპირი და ერთ ენაზე მეტყველი გოდოლამდე, სწორედ არის აი ეს ღვთისმშობელთა ესე იგი ცნობიერების მატარებელი, ანუ იმ ქართა ცნობიერების მატარებელი, იმ პირველი ფუძე ენის მატარებელი, რომელიც ქართული არის, ანუ რომელიც ის იოანე ზოსიმე რო ბრძანებს, რომ დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსულისა მესიას საწამებელად, აი სწორედ ეს ენა, რომელიც დამარხულია და რომელიც შენახულია და რომელიც პირვანდელი ენა, ანუ ფუძე ენა, ეს სწორედ გახლავთ ის პირველი წარღვნამდელი ის ფუძე ენა, რომელიც არის ადამის სასაუბრო ენა, რომელიც არის ის ენა, რომელიც დაიშალა და დაიყო გოდოლის პერიოდში. ჩვენ ამას წმინდა წერილში ვწვრთხოვთ, როდესაც წერია, რომ ენებად და ერებად მოხდა იმჟამინდელი კაცობრიობის დაშლა და დაყოფა გოდოლისეული აღრევის შემდეგ. ანუ ღვთისმშობელთა ეს ერთობა ირღვევა ბაბილონის გოდოლის დროს და მაშინ ერებად და ენებად იყოფა კაცობრიობა და აი წინა გადაცემაში ნუგზარმა განმარტა და ახსნა, რომ სამი მოდგმა, სამი ხალხი, სამი ოჯახი, ეს არის ქართლოსიანთა ოჯახი, ანუ ის მცხეთელები, ნებროთიანები და არფაქშადიანები, ანუ ქართლოსის, ნებროთისა და არფაქშადის აი ეს სამი ოჯახი, არფაქშადის მოგეხსენებათ, ეს არის მაცხოვრის აღმახასი, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაპრები, ეს და იოსებ დამწინდელის წინაპრები, ნებროთიეს, რომელიც დასტურდება, რომ არ მიუღია პიროვნულად მონაწილეობა გოდოლის მშენებლობაზე და როდესაც გოდოლის მშენებლობა მიმდინარეობდა ნებროთი იმ პერიოდში იქ ნადირობდაო, ასეა მიცითებული წყაროში და ნებროთის ოჯახი შესაბამისად და ქართლოსიანები, ანუ ის მცხეთელები, ქართლოსი, მცხეთოსი ეს ხალხი, რომელიც დარჩა ფუძეზე, დარჩა ქართულ საცხოვრისში. ანუ იაფეტიდების, სემიტებისა და ქამიდან ნებროთი, აი ეს სამივე ოჯახი, სამი გვარი რჩება ფუძეზე, ანუ ქართა ცნობიერებაში, ქართულ ლოგოსში და შესაბამისად მათში ხდება დამარხვა ქართული სულიერებისა და ცნობიერებისა, ანუ ღვთისმშობელთა ცნობიერებისა. ესე იგი, ღვთისმშობლები იწყებენ ათვლას სეითიდან და იმ ხალხიდან, რომლებიც სახლდებიან ედემიდან გამოძევების შემდეგ განცდა ქვაბში და ვაშლოვანის, სასპერეთის პირველი ქალდეის ტერიტორიაზე, აგრძელებენ ცხოვრებას ნოედან, ნოეში შენახული ღვთისმშობელთა ცნობიერების გაგრძელება ხდება კარდუს მთიდან და გრძელდება ბაბილონის გოდოლამდე, ბაბილონალურ აღრევამდე, ეს ღვთისმშობლური ცნობიერება, ქართა ცნობიერება, ანუ და ეს ქართა საბოლოო დაკნინება, აი იოანე ზოსიმე ასევე რო წერს, რომ 4 დღის ამ მკვდარი ლაზარე, აი პირადად ვფიქრობ და ეს ჩემი აზრია. სხვა შორის ზვიად გამსახურდია წერს, რომ ეს სიკვდილი ამ მოდგმისა უკავშირდებაო ბაბილონურ აღრევასო და მე ვფიქრობ, რომ აქ საუბარია სწორედ აი ამ დიდი ამ ერთობის დაშლაზე, როდესაც ბაბილონურმა აღრევამ ენებად, ერებად დაყო აი ეს ერთიანი, ერთპირი და ერთენაზე მეტყველი ეს ქარფუძეზე მყოფი მოდგმა და ხალხი. და მისი დამარხვა, ანუ მისი შენახვა, მისი ლოკალიზება მხოლოდ ამ სამად სამ ოჯახში, ქართლოსიანებში, ნებროთიანებში და არფაქშადიანებში
დაიმარხა და შეინახა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის სწორედ ის დამარხული ქართული ლოგოსი და ქართული ცნობიერება. ანუ ღვთისშვილთა მემკვიდრეობის ისტორიული გამგრძელება მომდის საქართველოსამდე და იმარხება საქართველოში. და ეს ქართა და ეს კარდუ და ეს ქართუ და ქალდეა იგივეობრივი სინონიმური ტერმინები, როგორც უკვე მოახსენეთ. სწორედ გამომხატველია, ანუ ჩვენი ქართველობა, ჩვენი საქართველობა, ჩვენი ქარფუძეზე მყოფობა გამომხატველია იმ ღვთისშვილთა მემკვიდრეობისა, იმ ღვთისშვილობისა, რომელიც მომდინარეობს და სათავეს იღებს სწორედ სეითიდან. და განსხვავება კაცთა შვილებში, კაენიტებში, ეს მისტიურ ცივილიზაციურ კონტექსტშიც უნდა გავსაზღვრავთ, მესაუბრის დასაწყისშიც ვთქვი რა. დღევანდელი ხალხი, დღევანდელი აი იმ კაენიტთა და იმ ძველი იმ ამბოხებულთა, ესე იგი, სახე, სწორედ ის კაცობრიობაა, ის თანამედროვე გლობალისტები. ის ხალხი, რომლებიც ტექნოლოგიურ პროგრესს, ციფრულ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და ასე შემდეგ ამას აღმირთებენ, შეიძლება ასე ითქვას, ხო, თანამედროვე ადამიანები. ივიწყებენ მთავარ ტრანსცენდენტულ სულიერს, სასუფევლისეულს, შინაგანს, ხო, რისთვისაც არის დაბადებული ადამიანი, მთავარ არსში, რისთვისაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, ხო, ანუ მასთან ერთობისათვის, როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, რომ შენთვის შევქმენი ღმერთო და ჩვენი სული ვერ ჰპოვებს განსვენებას, სანამ არ განისვენებს შენში. აი, სწორედ ამ ერთობისათვის, ამ ღმერთში განსვენებისთვის, რისთვისაც ადამიანი შექმნელია, აი თანამედროვე ადამიანი რო უჯანყდება, სწორედ გავს აი იმ კაენიტებს, იმ კაცთა შვილებს და ღვთისშვილთა ის ლოგოსის ცნობიერება, რომლებიც აი სეითიანებს ჰქონდათ, ენოსის მოდგმას ჰქონდა, იმ პირველ ჩვენ წინაპრებს, რომლებიც დასახლდნენ სასპერეთში, მესხეთში, რომლებიც შემდეგ გააგრძელეს კარდუს მთიდან და შემდეგ გოდოლამდელ აღრევას არ შეერიან, ანუ არ წავიდნენ ბაბილონის გოდოლზე. აი ესეც მომწოდებელი ისტორიული, ჩვენი ისტორიული მომწოდებელი ეს არის ფაქტია. მოგვიწოდებს ჩვენ ეს ფაქტი ისტორიიდან, რომ აი ამ თანამედროვე ამ გლობალისტურ აღრევაშიც ქართველმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, როგორც მაშინ ბაბილონის ღვთისწინააღმდეგ ამბოხებულ პროექტში არ ჩაერთო მაშინდელი ქართველთა წინაპარი ღვთისშვილები და არ შეერია და არ დაექვემდება ბაბილონურ სასჯელს ენათა და ერთ აღრევისა და დარჩა ქართფუძეზე და ქართცნობიერებაში, აი სწორედ ასევე არის ვალდებული თანამედროვე ქართველიც, რომ და ეს ნაწინასწარმეტყველებიც არის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა თანამედროვე ქრისტეს უსჯულოების საიდუმლოს ამ ბაბილონურ აღრევაში, ამ ბაბილონურ გაერთიანებაში, რომლის კენას მიაქანებენ თანამედროვე კაცობრიობას და დაიმარხოს ისე ღვთისშვილური ცნობიერება, ის ქართცნობიერება, სულთა ცნობიერება, ანუ ეს სულიერი ცნობიერება, ის ლოგოსი, რისთვისაც არის ქართველი ერი და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მოწოდებული და აი სწორედ ეს ისტორიული ხაზი მომდინარეობს ედემიდან და მომდინარეობს მეორედ მოსვლამდე ჩვენ გასასვებთ უფალს რომ ეს ასე გაგრძელდება და ეს ქარი და ქართველობა ჩვენ სწორად უნდა გავიაზროთ და გავაცნობიეროთ და აი სწორედ ამაში ძევს ჩვენი კვლევის მთავარი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს და მე მინდა და ჩვენ ყოველთვის ამ ეს мотивация გვამოძრავებს, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენმა მსმენელმა, ჩვენმა მკითხველმა, ჩვენმა მაყურებელმა გააცნობიეროს, რომ რა არის არსი და მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული, ესე იგი, თვითმყოფადობისა და ჩვენი ლოგოსისა, ქართული ლოგოსი რაში მდგომარეობს, რა არის ქართული ლოგოსი? მე ვფიქრობ პირადად, რომ ქართული ლოგოსი სწორედ ეს ქარ არის, სწორედ ეს ღვთისშვილობაა, სწორედ ეს სულთა ცნობიერებაა, ხო? აი სულთა ცნობიერება, ანუ ქართა ცნობიერება არის ის რაც ასაზრდოებს, რაც ასოცხლებს, რაც არსსა და მნიშვნელობას ანიჭებს ქართველ ერსა და საქართველოს და მთელ ქართულ ისტორიას. აძლევს არსს და აძლევს აზრს. და ზოგადად მთელი საქართველოს ისტორია აი სწორედ ეს ღვთისშვილთა ცნობიერების შენახვის ისტორია, მე ასე ვფიქრობ და როდესაც ჩვენ ამას ვღალატობთ და როდესაც ჩვენ აქედან ვაკეთებთ გადახვევას, მყისიარად მოდის ხოლმე სასჯელები ჩვენ ეს ძალიან კარგად ჩვენი ისტორიიდან ვიცით და აი ამის გულისხმის ყოფისა და ამისი გააზრებისთვის მე ვფიქრობ, რომ ამ კვლევებსაც რაღაც გარკვეული თავისი მნიშვნელობა ექნება რა. შენ გენაცვალე, სიამოვნებით გისმენდი, გაგახაროს ღმერთმა, ძალიან დიდი მადლობა ამ ჩამოყალიბებისათვის. სიამოვნებით იმიტომ კი არ გისმენდი, რომ პირველად მოგისმინე, მაგრამ აი ესე პაუზის გარეშე ესე აკადემიურად რო ჩამოაყალიბე და არა ისე როგორც ერთად რო ვართ ხოლმე და ნაწყვეტ რო საუბრობთ, გაცილებით უფრო კმაყოფილი ვარ აი შენი მოსმენით. ღმერთმა გაგაძლიეროს, მშვენიერი ფორმულირება არც ვიცი რამე თუ შეიძლება დავამატო ერთადერთს უკვე
სამეცნიერო საისტორიო სფეროდან დავამატებ იმას, თქვენ რო შთაბეჭდილება შეგექმნათ, აი ქართიზაცია ახსენა. პირველ რიგში მივესალმები და ორი ხელით ვეთანხმები, სრულიად ლოგიკურია და უკვე დოკუმენტურია ის, რომ სიტყვა და არსი ქართა, სიტყვა და არსი ქარ და სიტყვა და არსი გრ, ეს იყო გორდი, კარდუ, გრ, მოგეხსენებათ ქ, გ და კ ძალიან ხშირად ერთმანეთში მონაცვლეობენ, ა, ო ძალიან ხშირად ერთმანეთში მონაცვლეობენ და მე აზრიც მაქვს ესეთი ჩამოყალიბებული, რომ აი ქართლოსი და ეგროსი, ანუ ქარ და გრ, აი შეიძლება ითქვას, რომ ტყუპებივით იყვნენ, გამიგეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან არსებითია. დღესაც კი მთელი კაცობრიობა ჩვენ გვეძახის გრს და აქედან წარმოებულ, ამ მარცვლიდან წარმოებულ ეთნონიმს. და ეხლა რის თქმა მინდოდა, აი ქართა ახსენა, რომელიც უკვე ლოგიკურათაც, დოკუმენტურათაც, წყაროსმიერათაც, აი ესეთი განძი წიგნებიდან შეიძლება ითქვას ჩანს და ცნობებიდან ჩანს, რომ 50 საუკუნის სიტყვა და არსია, ბოროტმა ისტორიკოსებმა, ასეთებიც არსებობენ, მატყუარა ისტორიკოსებმა, ტენდენციურმა პროპაგანდისტებმა იარაღად აქციეს და შექმნეს ქართიზაციის თეორია. შთაბეჭდილება რო შეგექმნათ, ეხლა ვინც ეს არ იცის, არსებობს ესეთი ყალბი თეორია, რომ თითქოს და აი აქ მცხეთის გარშემო, ოდენ მცხეთის გარშემო არსებობდა რაღაცა ქართის ტომი, იგი არის დაბადებული და გაჩენილი დაახლოებით 22 საუკუნის წინ, 21 საუკუნის წინ. წარმოგიდგენიათ და არა როგორც გეგამ დაასაბუთა და როგორც წიგნები გვაძლევენ საშუალებას რომ დავასაბუთოთ, არა 50 საუკუნის წინანდელი. ხვდებით ხო რამ ხელასხმობა? ესენი ამბობენ რომ აი ოდენ აი ამ ხნის არის ქართის ტომი, რომელიც ჯერ ეპოქები გადაიტანა აი ამ მცხეთამ შეიძლება ითქვას და შიდა ქართლმა მოგეხსენებათ და თითქოს და აი ამ არაბობისაგან დასუსტებულმა, დაკნინებულმა, გინდა ეკლესიამ და გინდა ერმა ქართიზაცია მოახდინა თავისზე 10-ჯერ მეტი ტერიტორიისა და თავისზე 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი მოსახლეობისა. თან აბსურდი, თან ნაღმი, თან მიუღებელი, კარგად გამიგეთ, არ მიიღოთ ეს, რომ თავის კულტურაში და თავის ენაში და თავის ეკლესიაში, ასე შემდეგ, თავის სალიტერატურო ენაში შემოიყვანა ამ პაწაწკინტელმა რეგიონმა თავისზე გრანდიოზულად დიდი, 10-ჯერ დიდი მხარეები და რეგიონები. კიდე ერთხელ ვიმეორებთ, დიდი მადლობა აი ამის ფორმულირებისათვის, შენ გენაცვალე გულში და მხარზე, ჩემო ძმაო და მეგობარო, გეგა. კიდე ერთხელ ვიმეორებთ, რომ სიტყვა და არსი ქართა, რომელიც შეიძლება მეორენაირად, მაგალითისათვის, იმ ეპოქაში ჟღერდა როგორც გრ, არის შესაბამისად 50 საუკუნის წინანდელი. თუ ზუსტად გინდა გითხრათ, დასაბამიდან, ესე იგი 76 საუკუნის წინ, რო ცხოვრობდნენ ადამი და ევა, მას მერე 2240 წლის მერე მოხდა წარღვნა. და შესაბამისად მერე უკვე ჩნდება, კიდე ერთხელ ვიმეორებ, მანამდელი ცხადია შესაბამისად გამოიყენებდა წარღვნის წინანდელ ტოპონიმებს, ეპონიმებს, სიტყვებს, დიდი მამამთავარი კაცობრიობისა, ნოე და არქმევს აი ესეთ სახელს, ქართა და იმ ეპოქის არის ეს და დღეს რო სულ რაღაც, რატო სულ რაღაც ძალიან ბევრი ვართ, 22-24 ქვეეთნო ჯგუფია დღეს საქართველოში და დღეს რო 22-24 ქვეეთნო ჯგუფი ვართ, იყო ეპოქა და უეჭველი იქნებოდა ეპოქა, რომ აი ამ ქართას მოდგმის ხალხი 50 საუკუნის წინ, 40 საუკუნის წინ, 30 საუკუნის წინ, 20 საუკუნის წინ, თუნდაც 10 საუკუნის წინ, ჩემო მეგობრებო და ასე შემდეგ, იყო ალბათ ერთი 80 ქვეეთნო ჯგუფი. 80 ქვეეთნო ჯგუფი, იქ სადაც ტრაპეზუნთა, იქ სადაც კერასუნთა, იქ სადაც არგიროპოლისია, იქ სადაც ედესა და ასე შემდეგ, იქ სადაც ურმიას ტბა და ასე შემდეგ, ყველგან აბსოლუტურად ცხოვრობდნენ მათი შთამომავლები.
ძალიან დიდი მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შესაბამისად აი ესეთ ფასეულობებს და ესეთ ხაზებს პოულობთ იმ ეპოქასთან და ფაქტად რჩება, რომ ეს მოგვაწყვიტეს. ისე წავიდა გეგა, ჩემო მეგობარო, ისტორიული მეთოდოლოგია, რომ დასაცინი იყო ბიბლიური ისტორიები. დასაც ეს ახლა ჭინკის საქმეა, მე ვფიქრობ, ეშმაკის ნამოქმედარია. არა, ეხლა დაცინიან, ისე მოგვაწყვიტეს, რომ თუ მაინცა და მაინც ჩამოვარდებოდა მაიმუნების მკვლევარები ეხლაც დაცინიან. თუ მაინცა და მაინც ჩამოვარდებოდა ამ ბიბლიურ იმაზე, კარგად გამიგეთ, აი გადაიხედეთ 20, 30, 40 წლის წინანდელ ცნობებში, ისტორიებში, გადმოცემებში, სწავლებებში, რომ თითქოს და ეს ადამიანები მაგალითისათვის ა ブラ ამი თანზღაპრულები იყვნენ და თუ მაინცა და მაინც არსებობდნენ ა ブラ ამი, სეითი, ნოე, თითქოს ისინი არსებობდნენ სადღაც აი მილიონი წლის წინ, ხო, ეგეთი ცოდნა იყო, წარმოუდგენელი იყო და დღეს შესაბამისად რა ხელშასახებია უკვე. რა ხელშასახებია მათი შემოქმედება, მათი მყოფობა, მათი დანატოვარი, მათი საფლავი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი მე და გეგა სიხარულით დაგემგზავრებით. გამოჩდით ერთი ჯგუფი, რომელსაც შესაბამისად გექნებათ ამისი აკადემიური და ისტორიული ინტერესი, სამეცნიერო ინტერესი და მე თქვენ განახებთ, სად იყო დაკრძალული ადამი, სად არის დაკრძალული ევა და მათი შვილები, აი სეითიდან ლამექამდე. დიდი სიხარულით განახებთ და მოდით ის, რასაც მე თქვენ განახებთ, ეს იქნება მატერიალური, ეს იქნება გვირაბის ფორმა, ეს იქნება გამოქვაბულის შესასვლელი, იქ არსებული გეოლოგიური მონაპოვარი, იქიდან არსებული მახასიათებელი მდინარეების სათავეებისა და ასე შემდეგ. დავადაროთ წმინდა წერილს, მერე განცდაქვაფს და მერე ექვთიმიათონელის ნათარგმ წიგნს შიშველმართალთათვის, მაგალითისათვის, სადაც გეოგრაფია არის მოცემული, საოცარი და სადაც მაგალითისათვის მოცემულია განფენა და როგორ გონია ეხლა მათ შორის ბევრი ქართველიც იყო, ან ქართულ ფუძეზე გაზრდილი ადამიანი იყო. რა მოძრავებდა, აი ფული, მატერიალური სამყარო თუ რაღაც ეშმაკისეული თუ აი რა მოძრავებდა ადამიანს, რომ ეს ყველაფერი გაეყალბებინა. საერთოდ სიყალბის მამა ხო არის ეშმაკი, ეხლა ჩვენ ეს კარგად ვიცით. თუ ეშმაკი, გაგახაროს მერტმა ეგრო თქვი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რაღაცას აყალბებს, რაღაცას აზიანებს და აფუჭებს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას ეხება და მით უმეტეს, როდესაც საქმე ბიბლიას ეხება და წმინდა წერილს ეხება და ჭეშმარიტებას, საღვთო ჭეშმარიტებას ეხება, თუ ადამიანი იქ რაღაცას აკეთებს, არ არსებობს რომ ის მართული არ იყოს წმინდური სულებისგან, ხო, ფუი ეშმაკს, მაგრამ ამას უამრავი თავისი мотиваციები გააჩნდა იმ საუკუნეებში, რაც ბოლო საუკუნეებში, როდესაც ჩვენ ისტორიულად ყველა იმპერია ზოგადად საქართველოს წიაღში თავისას ეძებდა, ანუ საქართველოს უკართველებოდა, ეს იყო ყველა და დღესაც არის. ყველა დიდი იმპერიის მთავარი ამოცანა, რომ აი ეს ტერიტორია გეოსტრატეგიულად, გეოკულტურულად უმნიშვნელოვანესი დედამიწაზე, ხო, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად უნდა მოიპოვოს იმ იმპერიამ, რომელსაც უნდა რომ მართოს ეს რეგიონი, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, მცირე აზია და თუ შენ ამ ტერიტორიას აკონტროლებ უკვე კავკასიას და მცირე აზიას და აღმოსავლეთ ევროპას, ჩათვალე რომ ნუ რა თქმა უნდა მსოფლიოზე გაქვს ძალიან დიდი წვდომა, ნუ ეს ცალკე საკითხია. გენაცვალე, მაგრამ ყველა დიდი იმპერია ამას ცდილობდა, მაგრამ როგორ? თუ ქართველი არ დააკნინე, თუ ქართველს არ მიეციეს კოსმოპოლიტური აზროვნება, თუ არ დაუკნინე სამშობლოს განცდა, თუ არ დაუკნინე ცნობიერება, სულიერება, ხო? ის ხო წინააღმდეგობას გიწევს და ყველა ეს დიდი იმპერია, ყველა ეს ბოროტი არაწმინდა ძალა მოქმედებდა და მოქმედებს დღემდე იმის მოქმედებდა ის რომ ქართველი ცნობიერად დეგას ბოროტი არაწმინდა ძალა მოქმედებდა და მოქმედებს დღემდე იმისთვის რომ ქართველი ცნობიერად დეგრადირდეს. ანუ ქართველმა დაივიწყოს გულიდან ამოიგლიჯოს ეს მთავარი ღირებულებები, ფასეულობები, დაივიწყოს საიდან მოდის როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს რომ ვინა ვართ ჩვენ, ხო, ნახირი, რომელიც ჩვენ თუ ისტორიას დავივიწყებთ, ხო, განფენილი ხალხი რომელიც თავის ფესვს წდება. აი ამ მდგომარეობამდე ჩვენ რა მიგვიყვანა? ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ზუსტად აი qalbezi აგებულმა ცნობიერებამ, ახლა დღეს ობიუატელს, რომელსაც ჯერა ადამიანს ნებისმიერს, რომ მისი წინაპარი არის რამოდენიმე მილიარდი საუკუნის წინ მცხოვრები მაიმუნი პირობითად, ხო? იმას ხომ
უკვე მთავარი ორიენტირებზია გაცელა, ხო? იმას ხომ მთავარი განცდა აქვს დაკარგული მთავარი ჭეშმარიტების და რისთვისაც არის მოწოდებული ადამიანი, რისთვისაც არის შექმნილი, რისთვისაც მყოფობს ადამიანი ამ სამყაროში. როდესაც ჩვენ თანამედროვე ამ სეკულარული იდეოლოგიებით ამ ერთი შეხედვით ეს არაფერი არ არის, ერთი შეხედვით ახლა ადამიანური გადმოსახედიდან ძალიან სასაცილოთად შეიძლება ჟღერდეს ის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. და ამის გულისხმის ყოფა ასეთი მარტივი შეიძლება არც იყოს ბევრისათვის. იმისთვის რომ ის არ უღრმავდება, სიღრმეში არ წუდება. ახლა მე ამ პარტაუნული პოზიციიდან კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ არსობრივად ეს ასეა. როდესაც ჩვენ სიღრმისეულად გავაანალიზებთ ამ ყველაფერს, ამ მოვლენებს, ჩვენ მივხვდებით, რომ საქმე გვაქვს რეალურად ოკულტიზმთან გვაქვს. საქმე გვაქვს რეალურად შავ მაგიასთან და საქმე გვაქვს რეალურად სატანიზმთან. როდესაც ხდება ადამიანის ცნობიერების აი ასეთი ფორმით ტრანსფორმაცია. როდესაც ხდება ადამიანის მოწყვეტა მთავარი არსიდან, სასופველისეული გზიდან, როდესაც ადამიანის ცნობიერებისა და სულიერების დეგრადაცია ხდება იმ დონეზე, რომ აბსოლუტურად გამიწიერებული ხდება მე პიროვნების აზროვნება, ხო? დარვინისტი ხდება, მიწიერი ხდება, მატერიალისტი ხდება და კაინისტი ხდება. კაინისტი ხდება, კაინისტი, კი ბატონო, აი ზუსტად ეს არის. რაც მე წერა ღვთისმშობლობასა და ღვთისმშობლობას კარგავს ადამიანი. ღვთისმშობლობას, ხდება კაცთა შვილი. აი ახლა კარგად გამიგეთ, ადამიანი გეუბნება ქრისტიანი ვარო, შემოდი სანთელს გამიგე და ამ დროს გეუბნება ესე თავხედურად რა. ან ოროსნულად, მოდი ოროსნული უფრო კარგი შეფასებაა. რომ სრული ზღაპარია ძველი ახლა. ხო, აი ამაზე წარმოგიდგენია. ეს გმობა, ეს არის სრული წმინდის გმობა, ეს უძიმეს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა ეს იქნება მაგალითად აბრაამის ისტორიები, ეს იქნება ნოეს ისტორიები, მოსეს, ეს აბსურდია, ზღაპარია. ეს არის ძალიან ეს არის გმობა სრული წმინდის. წარმოგიდგენიათ რას უნდათ რომ მოგვაწყვიტონ. რას უნდათ რომ მოგვაწყვიტონ და როგორი ძალიან საშიში არის რა, ძალიან. აი ასეთ რაღაცებთან უნდა ვიყო ძალიან ფრთხილად. ანუ არ შეიძლება ადამიანი, აი ეგნატე ბრიანჩაინოვი ამბობს კარგ სიტყვებს, ნუ ეთამაშებით ცხონებასო. ნუ ეთამაშებით სულის ცხონებას. არ შეიძლება ასეთი ზერელი, ასეთი აგდებული და ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება, თორე როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და წარდგება სამსჯავროზე, მაშინ განეცხადება ყველაფერი და თავზარი დაეცემა, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ანუ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით რეალურ ოკულტურ ომში. ანუ ჩვენ ეშმაკთან გვაქვს ბრძოლა. არა რომ პავლე მოციქული როგორ ბრძოლებს, რომ ჩვენი ომი არის არა სისხლისა და ხორცის, არამედ ცისქვეშეთის ბოროტსულთა წინააღმდეგ. ანუ აქ ამ ბრძოლაში ისინი არიან ეს ადამიანები, ეს შემცდარი ადამიანები, მხოლოდ იარაღი მოწმინდული ძალების ხელში. და ამიტომ ეს იდეოლოგია, გაყალბებული ისტორია იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, არის მხოლოდ გამოვლინებები იმ უსჯულოების საიდუმლოს აღსრულების, რასაც პავლე მოციქული ამბობს. ანუ უსჯულოების საიდუმლო მოქმედებს და რა არის უსჯულოება? ღმერთის გარეშე მყოფობა. ყველაფერი უღმერთო, ყველაფერი ღვთის საწინააღმდეგო, ყველაფერი ღვთის გარეშე არის უსჯულოება. უსჯულოება არის ღმერთის გარეშე ადამიანის ყოფობის სურვილი და ღმერთის წინააღმდეგ ადამიანის მოქმედება. და ის ყველაფერი ამის სათავეში დგას ეშმაკი და ეშმაკი არის ამის ინსპირატორი, ამის შთამგონებელი და ადამიანი მხოლოდ მისი მოწაფეა და მხოლოდ მისი ნების აღსრულებელია ამ საქმეში. აი ეს უნდა გავაცნობიეროთ და ნაწილია ყველაფერი ეს, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ამ საერთო ამ უსჯულოების საიდუმლოისა და ამ ბოროტებისა, რაზეც ჩვენ ხა გესაუბრებით რა. და შესაბამისად შეუძლებელი არის შედ ორ ბატონს ერთდროულად ემსახურებოდე. ერთი ხელით აშენებდე და მეორეთი ანგრევდე. შეუძლებელი არის ეს. და თუ ჩვენ ყველა გამოვლინებაში არა ვართო ქრისტიანებიო, სერაფიმე როუზი ამბობთ. მაშინ საერთოდ არა ვართ ქრისტიანებიო. და არ შეიძლება რომ ისტორიაში დარვინისტი იყო, რაღაც იმ პოლიტიკაში იყო ის ლიბერალი სიტყვაზე იბიცი, რა ქვია, LGBT ეხლა რომ უყვართ ხოლმე, ხო? რაღაც LGBT უფლებების დამცველი რაღაცა და თან ტაძარში კელაპტრით იდგე და ლიტურგია ესწრებოდე პირობითად. ხო არ შეიძლება ესეთი რაღაცები ასე ხო არ იყოფა, ასე არ იყოფა, ანუ ან ხარ ან არ ხარ. ან კრებ, ან ვინ ჩემთან არ არის, ჩემი მტერია ქრისტიანობა, ხო? აი ამაშია საქმე, ამის თქმა მინდა. ჩვენ ხო უამრავი რამე გვაქვს საამაყო, უამრავი საამაყო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, აი ჩვენ სამშობლოს რო ვუყურებთ, აი ამ ძეგლებს, აი ამ ლიტერატურას ეხლა რო ვლაპარაკობდით, აი ამ ჯიშებს რო ვუყურებთ, მაგალითისათვის ეს იქნება ხორბლისა თუ ეს იქნება ყურძნის ჯიში თუ ცხოველთა ჯიშებს, აი უამრავ ფასეულობას რო ვიღებთ რა, იგივე მაგალითისათვის რო ვიცით რომ შოთა რუსთაველის ერის შვილები ვართ და ვაჟა-ფშაველასი აი გუშინ წინ იყო მისი დაბადების დღე. შესაბამისად, აი ეს ხო სააგვაამაყებს გამიგეთ და
ჩვენი წინაპრის ერთ-ერთი სიამაყე იყო, ერთ-ერთი ფასეულობა იყო შესაბამისად, რომ იმ ისტორიას ეძებდნენ, თავიანთ საწყისებს ეძებდნენ და თავიანთ ფასეულობებს ეძებდნენ და კარგად გამიგეთ, ეხლა ცხადია, მე ამას 100 წელი არ უარყოფ და ვამაყობ, რომ წმინდა წერილი არის გზა ყველაფრისაკენ და ცხონებისაკენ და ეს მოგვეცა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვის რა, წმინდა წერილი ისტორიაც არის და შესაბამისად აი რომ დაიწყო ქართველმა ერმა წმინდა წერილის თარგმნა, ალბათ იმ ეპოქაშივე დაინახა რა, მანამდე ხო მაგალითისათვის ქართველი მეფეები სიტყვაზე წარმართები იყვნენ, მაგალითისათვის ეს გინდა ფარნავაზი და ასე შემდეგ. აი ქართველმა ერმა ადრეულ ეპოქაშივე, გაქრისტიანების ეპოქაშივე უეჭველი ჩემოგეგა და პირველივე საუკუნეში ალბათ რა, რომ მოციქულები რო შემობრძანდნენ აქა, დაიწყო თარგმნა და სწავლა, ხო? ეჯგარეშია წმინდა წერილისა. ძველი აღთქმისა და აქ ხედავდა საოცარ ისტორიებს. აი ნახეთ მაგალითისათვის ხო თქვენ ყველა ვიცით ახლა მომიტევეთ რა ზოგისთვის ეს დაღეჭილია და ზოგისთვის ეს არის უამრავჯერ ცნობილი და ყველა ისეთი მაღალი აკადემიური ხო არ არის. მე ვიტყვი რომ აი მე-5 საუკუნის ძეგლია ხო შუშანიკის წამება სასწაული ნაწარმოებია სრულყოფილი შეიძლება ითქვას მხატვრული ლიტერატურის ყველა შეფასები და ყველა ჩარჩოში და იქ არის მოცემული რომ შესაბამისად უკვე კითხულობს წმინდა წერილს შუშანიკი. ესე იგი მე-4 საუკუნეში უკვე აქვს 150 ფსალმუნი უკვე აქვს ნათარგმნი ქართულ ენაზე. გამიგეთ რა ფასეულობებია და აი უკვე ქართველებს აქვს შესაბამისად ეს ისტორია, კაცობრიობის ისტორია თვალწინ. და წმინდა წერილი, საოცარი ცნობები შეიძლება ითქვას პური და ხაერი და წყალი ადამიანისათვის იმისთვის რომ გაიგოს ვინ არის რა არის და ასე შემდეგ. და ეს იყო მისი ძალა, ძალიან დიდი ძალა იყო ქართველი ერისა ყოველთვის. აი ასე მაგალითისათვის დიდი გონება, საოცარი ადამიანი, ალბათ მსოფლიოს რა ეკლესიო მოვაწეთა ხუთეულში რომ უპრობლემო რჩევა წმინდა გიორგი ათონელი, დაწმინდელი ამბობს რომ მე რომ თარგმნი უამასო და თავის თარგმნილ წმინდა წერილის რედაქციაში აქვს მინაწერი რომ მე რომ თარგმნი უამასო ჩემამდეო საკმაოდ წლების წინო ასე შემდეგ უკვე არსებობდაო აი საბაწმინდურიცო ხანმეტი ტექსტებიცო და ასე შემდეგ წმინდად ნათარგმნიო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ შესაბამისად ის ზოგი ადამიანი თავხედი ოროსანი რა რო ამბობს რომ აი საქართველოს ისტორია რომ და აი ვიცით საიდანაც წამოვიდა ესა რომ აი ქართველებს ისტორიის არსებობა დასჭირდათ და თითქოს ეს ვახტანგ მე-6-ეს დროს დაიწყეს და ასე შემდეგ. მე ვთვლი რომ მრავალწილად ქართველმა ერმა აი ამ ადრე საუკუნეებში რა პირველ, მეორე, მესამე, მე-4 საუკუნეში, მე-5 საუკუნეში, მე-4-ში როცა მირიანია, მე-5-ში როცა იაკობ ხუცესი წერს ამას შესაბამისად და ვახტანგ გორგასალი უკვე მოივლის ნახევალ მცირე აზიას, უკვე ქართველმა ერმა საკუთარი თავის, საკუთარი ერის იდენტობა, კავშირის ღვთაებრიობა იპოვნა ჩემო გეგა წმინდა წერილთან, გამიგე? და რაღაც დონეზე აქცია რა, ეხლა ოროსანია და ბრმა არის ადამიანი, ვინც ძველ აღთქმაში აბრაამის ეპოქამდე საქართველოს ვერ ხედავს და აბა ლოგიკური არის განცდა ქვაბი რატო შეიტანეს ქართლის ცხოვრებაში თუ ამას ბიბლიურ ისტორიას თუ არ იკვლევდა ქართველი და თუ თავის ფერსონაჟს ბიბლიაში არ ეძებდა რატომ ხო ქართლის ცხოვრება ქართლის ცხოვრებაში არის შეტანა ეგეც და შესაბამისად შიშველ მართალთათვის რომელიც არის რომ სათაურში წერია რომ ბასილი დიდის ავტორობით და განცდა ქვაბის სათაურში არის ნახსენები ეფრემ ასური. წარმოგიდგენია? ანუ განცდა ქვაბი რაზეა, ხო? ანუ ეხლა შეიძლება დაუშვათ რაიმე სახის ქრისტიანულ ლიტერატურას შეიტანა, როდესაც საკითხი ეხება დაუშვათ რაღაც სიტყვაპირობითად შუა საუკუნეების რაღაც იმას.
ისტორიულ ფაქტებს და რაღაცით უკავშირდებოდა საქართველოსთან. განცდაქვაბი ხო, წელამაც ვისაუბრეთ, იწყება ედემის ბაღი და ედემის ბაღიდან გამოძევებული ადამიანი სახლდება იქ, რა ქვია, ვაშლოვანის ტერიტორიაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქართულ მამულში, ხო? ანუ ღვთისშვილები სეითის მოდგმა სახლდება იქვე, არტოვებს იმ ტერიტორიას. თვალით იხილვება ედემი არტოვებს ადგილს, სადაც ედემის ბაღი იყო. მეორე მოსulis შენდობას ვითხოვ. წარღვნის წინ ღმერთი აღამაღლებს აი ამ ედემს ზეცაში და ის ადგილი რჩება ცარიელი, მაგრამ წარღვნამდე და ნადგურდება წყალი ფარავს იმ ადგილს, ტბორავს, მაგრამ წარღვნამდე არის ეს კაცო იქ დგას, ცეცხლოვანი მახვილი დგას, ქერუბიმი, შესვლა არ შეიძლება, მაგრამ არის ბაღია, შემოღობილი ტერიტორია. წალკოტი და მასზე არსებული ნათელი არსებობს და ხილვადია. ადამიანები დგანან ღვთისშვილები და ამას უმზერენ, მუდმივად და ლოცულობენ. 22 საუკუნე. 22 საუკუნე. და ესენი ადამიდან ნოემდე. და ჩვენ წინაპარს ამათი ისტორიაშია ქართლის ცხოვრებაში, ხო? შეიძლება დაუშვათ ხელნაწერა დაებეჭდა და გაივრცელებიდა, აიკრიფა და გაივრცელებიდა, ხო? ეს სხვა არის. და გასაგებია, ბევრი უბეჭდა საქართველოში, იერუსალიმში, მაგრამ ქართლის ცხოვრებაში ხო არ შეაქვს? რატომ აი ქართლის ცხოვრებაში, ანუ ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, რატო შეაქვს ჩვენ წინაპარს განცდა ქვაბი? ხო, ლოგიკურია ეს. ლოგიკა, ეს ლოგიკის მტრები არიან და იტყვიან არ არისო ლოგიკური, საიდანაც მოხდა. ხო, რატო შეაქვს? ხო, ბუნებრივია, იმიტომ. არა, კარგად გამიგე, ახლა მაგაზი არსებობს პასუხი. მე ძალიან მიყვარს კორნელი კეკელიძე, მაგრამ ისეთი რაღაც მიუღებელი რაღაცები უწერია ხან ერთი სიტყვის სახით, კარგად გამიგეთ. აი თიხან ზოგან ისე გამოჩდება მის ნაწარმოებში, რომ აი თითქოს და ჭეშმარიტება მაგალითისათვის წმინდა წერილში დაწერილი ესა და ეს. კარგად გამიგეთ რა. ეპოქა იყო ისეთი, ალბათ ამას თხოვდნენ, უმოწმებდნენ. ან წერს რომ მაგალითისათვის გაურკვეველია სარწმუნოებრივი წარმოშობა ამ ადამიანის და რამე და კორნელი კეკელიძე ამბობს, რომ აი ჰაერიდან და საიდანღაც და შუიდან რო არ დაწყებულიყო, იმიტომ შეიტანესო. აბსურდი გამიგეთ და კიდე ერთხელ გეუბნებით მას მაშინ დაგვეწყო ქართველთა ისტორია, ეხლა სკოლაში რო ისწავლება, ცარცულ პერიოდზე როა ლაპარაკი და აქ რო ლაპარაკია მაგალითად ისეთ ეპოქაზე, რომელსაც შესაბამისად ქართველს არც ვეძახით 70, 80, 90,000, 100,000, 200,000. არა, ეგ რატოა ისე? ისინანდელი საქართველოს ტერიტორიის ისტორია. რატოა ისე? ქართლის ცხოვრება ამ განცდაქვაბის გარეშე იწყება წარღვნის შემდგომი პერიოდიდან. ხო, ანუ თარგამოსი ასე შემდეგ, ანუ ჰაერიდან არ იწყება. წარღვნა რო ხდება, თარგამოსი არის ჩვენი პირველი ეთნარქი და მამა კავკასიელ ხალხთა, რა, ეს ლოგიკო, არავითარ ჰაერიდან არ იწყება. რა შუაში ჰაერიდან დაწყება. ეგრე ედემიდან გამოძევებული, ანუ ის რა ქვია, ათვლის წერტილი, ანუ დედამიწაზე კაცობრიობას ორი ათვლის წერტილი აქვს. პირველი ათვლის წერტილი სუთავიდან, როდესაც ედემიდან ხდება გამოძევება და ადამიანი იწყებს გამრავლებას და მე როდესაც მთელი კაცობრიობა მოწყდება გარდა ნოეს ოჯახისა და ნოედან იწყება ხელახალი აღორძინება, შემდეგ ეს ორი დასაბამი არსებობს დედამიწაზე. ხო და ქართლის ცხოვრება ამ განცდაქვაბის გარეშე იწყება პირდაპირ წარღვნის შემდგომი პერიოდიდან, როდესაც ნოეს ესე იგი შთამომავალი თარგამოსი იაფეტიდი ესე იგი ინაწილეს ვიწებს და ასე შემდეგ. ხო, ეხლა ყველაფერს ძალიან კარგად იცით, მაგრამ ჩვენ წინაპარს როგორც ჩანს ქონდა განცდა იმისა, რომ ჩვენი ფესვები არამხოლოდ წარღვნის შემდგომი ეპოქიდან, ანუ თარგამოსიდანო, არამედ წარღვნამდელი ეპოქიდან იწყებაო. აშკარად ეს განცდა ქონდა ქართველს. თან განცდა ქონდა და თან მის მამულში ხდებოდა ეს მოვლენები. კიდე ერთხელ გეუბნებით, ეხლა რომ მე-9 კლასის ისტორიის წიგნი შეადგინა ვიღაცა და ის იმას იწყებს შესაბამისად ცარცული პერიოდიდან და ისეთი პერიოდიდან, როცა ადამიანი არ ცხოვრობს, მაგრამ ესეთი არის გეოლოგიური სურათი კავკასიისა, შესაბამისად ესე ზუსტად აი მაგიმითია შეტანილი, რომ აი ამ ჩვენ მამულში და 21 საუკუნის დასაწყისამდე ბავშვებში, მშობლებში და ასე შემდეგ ცოცხალი იყო ის გადმოცემა, რომ აი ქართველებს როგორ ერგოთ და როგორ აღმოჩნდნენ, შეიძლება ეს შელამაზებულია, გადაკეთებულია, მაგრამ ცოცხალი იყო და აი ახლა ჩვენს თვალწინ დაინგრა, გაქრა ზეპირსიტყვიერებიდან, მშობელშვილობიდან, მამაშვილობიდან, პაპაშვილიშვილობიდან გადმოცემები, რომ ჩვენ გვერგო ამ ქვეყნიური სამოთხე, ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყნიურ სამოთხეში და დიდი მადლობა ღმერთო ამისთვის ყველაფრისათვის. შემდეგ გადაცემამდე, ჩემო მეგობრებო, შენ კიდე შენ გენაცვალო ჩემი თავი. აი ამ გულიანობისათვის და ჩამოყალიბების უნარისათვის. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ღმერთმა გაგაძლიეროთ მეგობრებო.